სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისათა. მოგესალმებით ყველას მეგობრებო. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ მამა ვიტალი სიდორენკოზე. წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრის ეზოში ქალაქ თბილისში ერთი განსაკუთრებულად მოვლილი ყვავილებით გამშვენებული საფლავია. მეგობრებო, აქ სანთლები ხშირად გვიაღამითაც ანთია. სქიმარქიმანდრით ვიტალი სიდორენკოს ანუ მამა ვიტალის საფლავთან მომლოცველების რიცხვ ბოლო წლებში უფრო იმატა. მორწმუნეები მამა ვიტალის საკუთარ პრობლემებზე ზოგჯერ ცრემლებითაც ეჩუჩულებიან. მათ იმედი აქვთ, რომ რწმენით მის სულებს მამა ვიტალი შეეწევა და თუ არ ხართ ნამყოფი მეგობრებო, აუცილებლად მიდით, თბილისში არის ესე იგი და მე ამ ვიდეოს ქვეშ აღწერაში დავწერ ზუსტ მისამართს და აუცილებლად მიდით, თუ ამის საჭიროება არის, თუ გაქვთ რამე პრობლემა, საჭირო, ესე იგი განსასწრელი, უბრალოდ მიდით საფლავზე, დაელაპარაკეთ მას გულით, გულწრფელად, სთხოვეთ და მერწმუნეთ, შედეგს თვითონ დაინახავთ და დარწმუნდებით ამაში. იქვე არის რუსული ეკლესია ალექსანდრე ნეველის და ეგ ლოცვა აღევლინება, წირვა ლოცვა აღევლინება, ესე იგი ნახევრად რუსულად და ნახევრად ქართულ ენაზე არის და აუცილებლად მოკლედ მიდით. მონაზონთა გადმოცემით მამა ვიტალის უთქვამს, რომ მის საფლავთან მორწმუნეებს მათ გასაჭირის შესახებ უნდა, ესე იგი ელაპარაკათ და როგორც ცოცხალი, ისე დაეხმარებოდა. აი იხსენებს, ესე იგი იხსენებს სქემიღუმენია სერაფიმა და ამბობს, რომ გარდაცვალების წინა დღეს უეცრად მან ხელით მანიშნა, რომ ფანჯარაზე ფარდები გადამეხსნაო. ანუ მამა ვიტალი, ხო? და მე ვკითხეო, რომ ვის ხედავთო და იგი მდუმარედ იყურებდა, შემდეგ თავის ხელს ემთხვია და ყოვლად წმინდა ღვთისმშობლის ხატზე მიმითითაო. ხატი მივაწოდე და მან ყველა დაგლოცა. შემდეგ ვკითხე, დედა ღვთისმშობელი მომბრძანდა? მან თავი დამიქნია და ატირდა. მეგობრებო, მამა ვიტალი კრასნოდარის მხარეში 1928 წელს ღარიბ ოჯახში დაიბადა. ღვთისადმი სიყვარულს ყრმობიდან ამჟღავნებდა. 16 წლის იყო, როდესაც საბჭოთა პასპორტი დახია. 20 წლის ასაკში კი გლინის უდაბნოში მორჩილი გახდა, სადაც 1961 წლამდე მოღვაწეობდა. მოგვიანებით იგი ბერად აღიკვეცა და აფხაზეთის მთებში გამგზავრეს. 1969 წელს სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის აგენტებმა ბერთა ადგილსამყოფელი აღმოაჩინეს და ისინი დააპატიმრეს. დაპატიმრებას გადაურჩა მამა ვიტალი, რადგან იმ დროს სხვაგან იმყოფებოდა. შემდგომ მოძღვრის კურთხებით მამა ვიტალი მსახურობისთვის თბილისში წმინდა ალექსანდრე ნეველის ეკლესიაში გადავიდა. მეგობრებო, დიდუბის დასახლებაში არის ერთი პატარა რუსული ტიპის სახლი, სადაც მამა ვიტალი 1969 წლიდან რამდენიმე წელი ცხოვრობდა. დღეს იქ მისი სავანეა. ერთ-ერთი ოთახში ბერის პირადი ნივთები, სიწმინდეები და ხატები ინახება. იქვეა მისი სამოსი, რომელზეც ბერული ცხოვრების კვალი ჩანს. შემონახულია ასევე მამა ვიტალის ცოცხალთა და მიცვალებულთა მოსახსენებელი, რომელშიც 1000-ზე მეტი სახელი მისი ხელით არის ჩაწერილი. მიცვალებულთა მოსახსენებელი 2/5, ესე იგი საუკუნის ქართველ მეფეთა სახელებით იწყება. სავანეში, ესე იგი იმ პერიოდში ბევრმა ქართველმა არ იცოდა ქართულ მეფეთა სახელები და მამა ვიტალი კი მათ იხსენიებდა. ამჟამად სავანეში, მეგობრებო, ორი მონაზონი ცხოვრობს.
ესე იგი, შემდეგი ნახეთ, მამა ვიტალი 1992 წლის 1 დეკემბერს 18 საათსა და 45 წუთზე გარდაიცვალა. გარდაცვალ არქიმანდრიტს წესი თავად პატრიარქმა აუგო. შემორჩენილია, მეგობრებო, უნიკალური კადრები წესის აგების დროს, როგორ შლის და ხურავს ცერათიც მიტევების წერილის დასაჭერად მამა ვიტალი. მეგობრებო, ეს იყო წმინდა ბერი და ისე რომელსაც თავისი გარშემო აფრქვევდა. ისე იგი ნახეთ, ესე იგი ჩვენ აი ესეთი სიტყვები წარმოთქვა პატრიარქმა, ხო? დღეს ზმანო და დანო ჩვენ ვაცილებთ მას, მაგრამ მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ მამა ვიტალი მარაჯამს ჩვენთანაა და იმისათვის, რომ ყველას ყოველდღიურად გქონდეს სულიერი ნუგეში, გადავწყვიტეთ იგი წმინდა ალექსანდრე ნეველის ტაძარში, ტაძრის ეზოში დაგძალოთო. ეს ყველას მოგცევს იმის საშუალებას, რომ ხშირად მივიდეთ მასთან, მივიღოთ მისი კურთხევა, ისევე როგორც სიცოცხლეში იგი ყოველთვის დაგვეხმარება ჩვენ, უფალმა დააწესოს მისი სული მართალთა სანახებში. უნდა გვახსოვდეს, რომ ის ერთ-ერთი იმ ბერთაგან, რომლებიც განსასწრების მძიმე ჟამს სიყვარულით მიიღო ყოლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრმა ღვთისკურთხეულმა ივერიამ. განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ, მამა ვიტალის წესის აგების დროს წმინდა ალექსანდრე ნეველის ტაძარში. და ბოლოს, მეგობრებო, ეს ძალიან მოკლედ იყო, რა თქმა უნდა, მის შესახებ და ესე იგი ამბობენ, რომ ბერმა 30 წლით ადრე იწინასწარმეტყველა თბილისში ძმათამკვლელი და ასევე აფხაზეთის ომები. სიკვდილის წინ მამა ვიტალი მის სულიერ შვილებს მოუწოდებდა არ დაეტოვებინათ საქართველო. კიდევ ერთხელ, მეგობრებო, აუცილებლად მიბრძანდით და სთხოვეთ მამა ვიტალის საფლავზე, დაელაპარაკეთ გულით, აუხსენეთ პრობლემა და თქვენ თვითონ დაინახავთ შედეგს. შეგვეციოს უფალმა და ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ. ამინ. მადლობა.